ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ ხაშურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე მობრძანებისთვის. სიტყვა ეძლევა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი გობახიძეს. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მივესალმები სამინისტროს ხელმძღვანელობას, იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობას, მივესალმები მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, მაჟორიტარ დეპუტატს, მივესალმები სახელმწიფო რწმუნებულს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, მუნიციპალიტეტის მერს და რასთავარი მივესალმები ხაშურელებისთვის დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, დღეს იხსნება ხაშურის იუსტიციის სახლი. ტრადიციულად იუსტიციის სახლი ხაშურშიც გამოირჩევა არაჩვეულებრივი არქიტექტურით, არაჩვეულებრივი დიზაინით. ეს შენობა შესთავაზებს სასიამოვნო გარემოს ხაშურელებს მომსახურების მიწოდების დროს და რასთავარია ხაშურელებს მიეწოდებათ 500-მდე საზოგადოებრივი მომსახურება იუსტიციის სახლში და ეს მომსახურება მიეწოდება მათ უმაღლეს დონეზე, რითაც გამოირჩევა ზოგადად იუსტიციის სახლები. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ ეს არის 121 იუსტიციის სახლი ქვეყნის მასშტაბით, კონკრეტულად რეგიონში ეს არის მეცხრე ფილიალი. იგეგმება ასევე დამატებით 10 იუსტიციის სახლის გახსნა თერჯოლაში, ახმედაში, საგარეჯოში, ხალვაჩაურში, ასევე თბილისში, გდანში არის დაგეგმილი იუსტიციის სახლის გახსნა, ასევე სოფლებში ჭალა, ზოდი, ტოლები, შროშა, ცაისი. გრძელდება ეს სამუშაოები იმისათვის, რომ მთელი ქვეყანა იყოს დაფარული შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურებით. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ 500-მდე საზოგადოებრივი მომსახურება მიეწოდება მოქალაქეებს იუსტიციის სახლებში. აქედან არის 30-ზე მეტი კერძო მომსახურება. იუსტიციის სახლი არის პრინციპში ერთ-ერთი სივრცე, სადაც შერწყმულია ერთმანეთთან საჯარო და კერძო სერვისები და ეს არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, კიდევ ერთხელ ვეთქვით, დღევანდელი იუსტიციის სახლის გახსნა, რომელიც არის რა თქმა უნდა ხაშურელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში, ხაშურის იუსტიციის სახლის მშენებლობაში, ზოგადად პროექტის განხორციელებაში. კიდევ ერთხელ მადლობა რა თქმა უნდა პირველ რიგში საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას იმისათვის, რომ გრძელდება ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მინდა მოგახსენოთ და მინდა მიულოცო ხაშურელებს დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე. დიდი მადლობა. სიტყვა ეძლევა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ბატონ რატო ბრეგაძეს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით, მივესალმებით ამ წრეს საზოგადოებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა მივესალმები იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს და პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენს ხაშურლებს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისთვის და ხარდაჭერისთვის და რა თქმა უნდა დღევანდელი დღეს და თქვენი აქ მობრძანებაც იმის ნათელი დასტურია, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის სახლის გამართულ მუშაობას ქვეყნის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ყოველი ახალი იუსტიციის სახლი ეს არის მეტი ადამიანის განხორციელებული უფლება, ეს არის მეტი დასაქმების ადგილი და ეს რა თქმა უნდა გულისხმობს კიდევ უფრო მეტ განვითარებას. გარდა ინფრასტრუქტურისა უშუალოდ იუსტიციის სახლი რა თქმა უნდა არის თითოეული ადამიანისთვის ის ადგილი, სადაც მან უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო ნამდვილად არის მისი სახლი და მას შეუძლია დაეყნოს ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ გამოდვებით ზრუნავთ სიახლეებზე, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით და ყოველდღიურ რეჟიმში ინერგება როგორც იუსტიციის სამინისტროში მთლიანად, ასევე რა თქმა უნდა იუსტიციის სახლებშიც სიახლეები და ჩვენგან მარცხენა მხარეს არის ამის ერთი ნათელი დასტური, კერძოდ მობილური იუსტიციის სახლი, რომელმაც შესაძლებელი გახადა, რომ მოქალაქეებს არამხოლოდ იუსტიციის სახლებში, არამედ ადგილზე ფაქტობრივად საკუთარი სახლის ჭიშკართან მივაწოდოთ ყველა ის მომსახურება, რომელსაც ადამიანები იღებენ იუსტიციის სახლებში და ამ ყველაფრით რა თქმა უნდა სოფლად ცხოვრება
და მოშორებით ცხოვრება იუსტიციის სახლებისგან გახდა ბევრად უფრო მეტად კომფორტული სახელმწიფო სერვისების მიღების თვალსაზრისით. ყოველდღიურად იუსტიციის სახლები ემსახურება დაახლოებით 20,000 ადამიანს, ხოლო ჩვენი ოპერატორები პასუხობენ 5,000-ზე მეტ ზარს. და მე ძალიან მოხარული ვარ და ამაყი ვარ იმით, რომ მრავალი საერთაშორისო გამოკითხვის შედეგად მოქალაქეთა კმაყოფილება არის 95%-ზე მეტი. ეს არ არის ჩვენი სტატისტიკა, ეს არის საერთაშორისო სტატისტიკა და ამისთვის რა თქმა უნდა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა თანამშრომელს, როგორც უშუალოდ იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, ასევე როგორც საჯარო რეესტრის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ახსულების ეროვნული ბიუროს და საერთოდ მთელი სისტემის თანამშრომლებს იმისთვის, რომ ესეთი მონდომებით ემსახურებიან ჩვენს მოქალაქეებს. კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადაგიხდით ბატონო პრემიერ-მინისტრო, ასევე რა თქმა უნდა ყველა სტუმარს მადლობას გადავუხდი და მიულოცავ ხაშურლებს, ვიცი რომ დიდი ხანი ელოდნენ ახალი იუსტიციის სახლის გახსნას და მინდა უსურვო მათ წარმატებები და ყოველივე საუკეთესო როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე რა თქმა უნდა, როდესაც შემოვლენ იუსტიციის სახლში, დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებენ იმ ნანატ მომსახურებას, რომელსაც ამდენი ხანი ელოდნენ. კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა. ალბათუნებოდა ბატონო. ეს იყო პირდაპირი ჩართვა ხაშურიდან. ვისთან